მოგესალმებით ქრისტეს მიერი სიყვარულით, მოყვასო, ნათესავებო, ძვირფასო, მეგობრებო, ქართველებო, გაღონიერდით, გაძლიერდით, გამრავლდით, მშვიდობა გქონდეთ სამშობლოში, ოჯახში, სულში, სამსახურში. ყველაფერი იქნება კარგად, ოღონდ ჩვენი ერი გამრავლდეს და ოღონდ მშვიდობა იყოს ჩვენს გარშემო, ჩვენი შვილების გარშემო. არაფერია დაკარგული, მე ღრმად მწამს, არაფერია დაკარგული. ქართველებისათვის არც ის მამულები, რომლებიც ძველ ეპოქაში დაიკარგა და ჩვენი რესპუბლიკის გარეთ დარჩა და მეტადრე სულ ახლა ხან დაკარგული ცხინვალი და სოხუმი, ოღონდ ჩვენ გავმრავლდეთ. ყველგან ცხოვრობენ აი ამ მხარეებში და ამ ადგილებში ადამიანები, რომლებიც სამწუხაროდ დღეს სხვა ქვეყნის პასპორტის მქონენი არიან, თუ სხვა ეროვნება უწერიათ იმ დოკუმენტში და სინამდვილეში ქართველები არიან. მე ამას აი პარალელს გავავლებ რასთან, იცით, რომ მაგალითისათვის მოგეხსენებათ არაბობის ეპოქაში ტაოკლარჯეთის ძალიან დიდი ნაწილი არმენიის ქვეყნისა და ეკლესიის ქვეშ იყო წლების განმავლობაში, საუკუნეების განმავლობაში და მერე შესაბამისად გადაიგდო რა ეს უღელი იქ მცხოვრებმა ადამიანებმა. ერთ წელიწადში შეიძლება ითქვას მასიურად გაქართველდნენ, იმიტომ რომ მათ ზურგის ტვინში, მათ მოგონებაში, მათ ხსოვნაში და მათ სულშიც ცხოვრობდა ის იდეა, რომ ისინი იყვნენ ქართველები, რომ ისინი უნდა დაბრუნებოდნენ წიაღს, რომ უნდა დაბრუნდებოდნენ მშობლიურ ენას და ასე შემდეგ. არაფერია დაკარგული. მეტადრე არ არის დაკარგული ქართული არსი, ქართული ლოგოსი, ქართული სიტყვა, რომ ჩვენ აქ ღმერთმა გაგვაჩინა, ღმერთმა დაგვასახლა ეს ენა, ეს ანბანი და საოცარი საიდუმლოებები ღმერთისგან არის ნაჩუქარი და ჩვენ როგორც ამირანი ეგრე ვართ მიჯაჭულები აქაურობას რაღაცა საიდუმლოსათვის, რაღაცა საჩუქრისათვის, რაღაცა საოცრებისათვის და ძალიან დიდი მადლობა ღმერთს ამისათვის. ეს ჩვენი მისია, ჩვენი უკვდავი და მუდმივი შთამომავლობის წინაშე და კაცობრიობის წინაშეც რა. კაცობრიობას თავისი ფესვების აღმოჩენა თუ უნდა, აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს მცხეთაში, აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს ჩვენს უნივერსიტეტებში, ჩვენს არქივებში, ჩვენს მუზეუმებში, სამეცნიერო ორგანიზაციებში, რა თქმა უნდა სხვა ქვეყნებშიც არის დაფანტული ქართული ხელნაწერები, ქართული ცნობები და ასე შემდეგ და აი ყველაფერს აღმოაჩენს. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები ამაში რა. მოგესალმებით არა მარტო მე, არა მხოლოდ მე, არამედ ჩემი ძვირფასი მეგობარი, საამაყო მეგობარი, დიდებული ქართველი სწავლული კაცი, ბატონი ელიზბარ ბზარაშვილი, იგივე საჩინო გრაკლიანი, როგორც იგი წარმოდგენილია სხვადასხვა ინტერნეტ რესურსებში და მე ეხლავე მინდა ესეთი რამე გითხრათ. არა მარტო თქვენ გითხრათ, არამედ გთხოვოთ თქვენ, რომ გადასცეთ, თუ ხმა მიგიწვდებათ უნივერსიტეტებში, სამეცნიერო აკადემიაში, სასწავლო ცენტრებში, მუზეუმებში და ასე შემდეგ, რომ აი ამ ადამიანმა წაიკითხა გრაკლიანის წარწერა 30 საუკუნის წინანდელი. აი აქ ქართლის გულში არსებული და ჩვენ ხლა პატარა ერი ვართ, ხალხო ყველას იცნობს, ყველას ემეგობრება, ყველას ენათესავება და გამორიცხულია, რომ ადამიანთან ვერ აღმოაჩინოს კავშირები და წინ დაგხვდებათ ეგ უხერხულება, რომ წლების განმავლობაში უგულებელყოფდით ამ ადამიანის აღმოჩენას, ამ ადამიანის კვლევას და მომიტევეთ, კარგად გამიგეთ ეხლა ყველას შესაბამისად დიდი მადლობა, ვინც მიიწვია და მოусმინა ამ ადამიანს, მაგრამ სირცხვილი იმ ადამიანებს, ვინც ამ ადამიანის დასკვნას, გარჩევას, კვლევას არ ისმენს აკადემიურ დონეზე. ასე რომ თუ ხმა მიგიწვდებათ, ზოგი თქვენი ნათესავი იქნება, ზოგი თქვენი ახლობელი იქნება დეკანებისადმი, კათედრის გამგეებისადმი, მუზეუმებისა თუ სამეცნიერო ორგანიზაციის ხელმძღვანელებისადმი, შესაბამისად მინდათ გთხოვოთ, რომ ეს ადამიანი მოიწვიეთ, დაუსვით ჩამჭრელი კითხვები. დააყენეთ შესაბამისად სამეცნიერო დასკვნების წინაშე, რაღაცა მეთოდოლოგიის წინაშე და აკადემიურ გარემოში ან გადახაზეთ მისი ნაშრომი და დაიწუნეთ, ან აღიარეთ. შენდობას ვითხოვ. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობარო, ღმერთმა გაგაძლიეროს. ძალიან დიდი მადლობა, რომ მე კი არ მეთანხმები
არამედ მე რო ვიზიარებ შენ დასკვნას იმაში, რომ ჩვენ შესაბამისად საოცარი წინაპრები ყავდნენ, რომელთაც წვდომა ჰქონდათ ან ბანთან, ფლასთან, გაზომვასთან, აღწერასთან და ასე შემდეგ და გაცილებით ხშირ შემთხვევაში გაცილებით დიდი გონებანი იყვნენ მაგალითად 40 და 50 საუკუნის წინ ჩვენი წინაპრები, ვიდრე დღეს არიან რა. თორე ესეთ შეცდომებს არ დაუშვებდით. როგორი შეცდომებიც ან ნაღმებიც დაუშვა და დაალაგა საბჭოთა ისტორიოგრაფიამ. ღმერთმა გაგაძლიეროს. გამარჯობა ბატონო ნუგზარ. დიდი მადლობა მოწვევისათვის თქვენ სამეფო არხს. მართლაც გეთანხმებით, მართლაც ნამდვილად დიდი წინაპრები ყავდა, დიდი გონებები და ჩემი აქ სტუმრობები ძირითადად მათ დიდ გონებას ეხება, რაც მათ აღმოაჩინეს სამყაროს კანონზომიერებებიდან, შექმნეს მე გარკვეული სისტემები და რაც მე წილად ხვდა, რომ აღმომეჩინა მე თავიდან და მე თქვენამდე მომეტანა. მინდა გესაუბროთ ამ გადაცემაში მოცულობით სისტემაზე, ჩვენ წინა გადაცემაში წონით სისტემაზე ვილაპარაკეთ, სადაც ნახეთ, რომ პირველი წილი, რომელსაც მე წილი დაარქვე ჩვენმა წინაპრებმა ჭ100 იყო, ან 32, თუ მძიმეს ჩამოусმევდი 3.2, რომელიც გვხვდება სხვადასხვა წონით სისტემაში, მაშინ ჩემი აღმოჩენები და დაკვირვებებით ამბანს მარტო რიგითი ნომრები ჰქონდა, ანუ არ ჰქონდა რიცხვ მნიშვნელობები, თქვათ ახლა თქვათ q მე11-ია და 20-ია, აი ეს 20 რო არის q, ეგ არ ქონდა, თქვათ l რომ მე12-ია და 30-ია, ეგ არ ქონდა, ქონდა მარტო q იყო მე11, l მე12. დაახლოებით რამდენი ხნის წინ? რიგში. ნუ ალბათ დაახლოებით წარღვნამდელი ვითარება არის. უძველესია ეს წონითი სისტემა, ან აი მაგასთან ახლო ხანებში თუ გავყვებით ბიბლიურ ქრონოლოგიას, აი ესეთი უძველესია ეს წონითი სისტემაც, რომელშიც ეს პირველი პ ეს ჭ გამოიყენებოდა. აგერ ნახეთ და ჩამოვთვალეთ ჩვენ რომ წონით სისტემაში მათემატიკა ვნახეთ, ანუ ქართული ანბანის რიგითობებით შესრულებული ნამრავლი მათემატიკა, ანუ უბრალო კი არა, ნამრავლი მათემატიკა, რომელშიც ფაქტიურად შეცდომა გამორიცხულია, იმიტომ რომ სიტყვაა შედგენილი რიგითობებით და მე ერთმანეთზე ნამრავლი გაძლევს გარკვეულ ჯამს, რომელიც წონით სისტემაში ჯდება. ნახეთ რომ წონა შედარებით ახალი და ეგეც დაახლოებით 5000 წლის არის, ახალი პით გაკეთებული არის, რომელიც 22-ში 7 ჯერ ეტევა, 22-ის 7-ზე გაყოფით არის 3.14, 28.71.4 და წონა არის აი ეს ერთ-ერთი მთავარი საყრდენი 704 იმ სისტემისა, რომელიც 726 გრამს უდრის. ეს სანამ გრამოვით სისტემას სანამ მოცულობით სისტემას აღმოაჩენენ და აქამდე მივიდოდნენ. ჩვენ თქვით, რომ ეს პირველი ერთეული არის, ანუ ერთი ქართული მინა არის ეს გება, იგივე 352, წონა არის მისი მე-60 ნაწილი, ანუ დაახლოებით 6.05 გრამი თანამედროვე გაგებით. უფრო მსხვილი ერთეული იყო გებაზე შეწყვილებული გება, რომელიც ასევე მერე გავრცელდა სოფლიოში და შეწყვილებული მინა იყო ხოლმე, ანუ ორმაგი მინა. ეს არის 726 გრამი, ანუ 704 ერთეული, 704 რკ ამ ქართული წონით სისტემისა და ნუ არ თქვით მაშინ ჩვენ რომ ქონდა ასევე თავისთავად ცხადია ტალანტის შემდგომში რომ სოფლიომ ტალანტი დაარქვა, ანუ 60 გებას 60 მინის აღნიშნული, ეს იყო მერე მომდევნო ხანის ქართულ სამყაროში გავრცელებული სიტყვა ღვაწლი. ანუ ღვაწლი არ არის თქვათ ვიღაცისთვის რაღაცის ჩუქება, ღვაწლი ამ შემთხვევაში შენ რომ რაღაცას მოიღვაწებ, რაღაცას რო იშნობ, ეგ არის. ნუ ჩვენ თქვით რომ წ მაშინ ცვლიდა ჭ100, ანუ ჭ იყო პის ნიშანი და მე როცა გახდა ჭ-ს შემცველი სიტყვები ბევრი გადაკეთდა წ-ს შემცვლა და ღვაჭლი მაგალითად წ-ს მაგივრად რო ჭ ჩასვა, ჩვეულებრივი არის ერთი ქართული ტალანტი, ანუ 21120 ერთეული, ანუ 21 კილო და 780 გრამი. ასევე იგივენაირ ერთეულს იძლევა ბოძვი, ანუ მე ბოძება ღვაწლი თუ შენი ნამუშევარი იყო, ბოძება უკვე ხებს რო აჩუქებდნენ, სხვას რო მიცემდნენ, რაღაცას მიუბოძებდნენ, იყო და მთელი შუა საუკუნეები ჩვეულებრივი სიტყვა იყო, რომელსაც იყენებდა შუა საუკუნეების საქართველოს ლიტერატურულ ძეგლებში. ბოძვიც არის ჩვეულებრივი ერთი ქართული ტალანტი, 21120, ანუ ორივე ეს სიტყვა ღვაწლი და ბოძვი არის ორივე ერთი ქართული
ტალანტის ოდენობისა. ამასობაში ქართულ ჩვენმა წინაპრებმა მათემატიკურად მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს, მათ აღმოაჩინეს 216, ანუ ეს ესეთი ერთეულია, რომელზეც მე ქართული მოცულობითი სისტემა დაემყარა ბატონო ნუგზარ, ეს არის 0.6 ან თუნდაც 6 აღებული კუბში, ანუ 6-6-6-ზე სიგრძე სიგანე სიმაღლე, რითაც მიიღება 216. 216 ანუ ქართულ მერე როცა რიცხვის შემოვიდა, იკითხება როგორც სივ და მე აქედან წარმოშვა თქვათ იგივე გასიება, გასივდა, ანუ სივი თავის მნიშვნელობით დაწვრილებითად არის 1 კუბური სანტიმეტრი და ვფიქრობ, რომ სანამ მივიდოდნენ სანტიმეტრებამდე, მივიდნენ უფრო გრამამდე, მიუხედავად იმისა, რომ 1 კუბური სანტიმეტრი იგივე 1 გრამია, ჯერ მივიდნენ გრამამდე. ანუ ამ შემთხვევაში ეს გამოიწვია დროითი სისტემის აღრიცხვა წყლის წვეთებში და დაიწყეს დროის აღრიცხვა წვეთებში. წყალს ესეთი თვისება აქვს, რომ ჩვეულებრივი თავისუფალი ვარდნით ერთ წამში, თანამედროვე გაგებით რაც არის ერთი წამი და რასაც ჩვენი წინაპრები წუთს ეძახდნენ, და შებრუნებით იყო წამი დაწვდი, 20 ცალი წვეთი ვარდება, ანუ ერთი წამის მანძილზე ვარდება ერთი წვეთი, 20 წამი ჭირდება თანამედროვე გაგებით, რომ ჩამოვარდეს 1 გრამი. და ანუ შესაბამისად 3 გრამი წყალი ჩამოდის, ესეთ ბუნებრივი წვეთვით, 3 გრამი წყალი ჩამოდის თანამედროვე 1 წუთის შემთხვევაში. ანუ მაშინდელ წამში. ანუ წუთვა სწორედ მაქედან დაერქვა, ანუ წამი რო წვეთები ჩამოდიოდა ხოლმე და საბოლოოდ ვფიქრობთ, რომ აი მაშინ როცა დაიწყეს უკვე ამ მოცულობითი სისტემის წარმოქმნა, ჯერ დაიწყეს წყლის წვეთზე გამოყენება და საბოლოოდ ნახეს, რომ ეს 20 წვეთი არის 1 გრამი და სავარაუდოდ მაგან წარმოშვა ქართულში სმა, ანუ შესმა რაღაცის, იმიტომ რომ 20 არის მე20 ასოა ქართულ ამბანში და ამ შემთხვევაში შესმის ფუძეა სუფთა ანუ 20 რო იქნება და იმ 1 გრამიდან წარმოიშვა მე შესმა. ამასობაში როგორც გითხარით 3 გრამი ჭირდება წყლის ჩამოსვლას უკვე თანამედროვე გაგვით 1 წუთში, ანუ მაშინდელ წამში და ვფიქრობ, რომ სანამ გახდებოდა ეს წამყვანი პის 100 და ჭი იყო მაშინ ჯერ კიდე იქნებოდა ეს 3 ალბათ იქნებოდა როგორც 3 გრამის აღნიშნული და მე ძველ ქართულში შესუმა არის და თქვათ იგივე მეგრულში და ლაზურში 3 სუმა არის, ანუ შესუმა, ანუ 1 წუთში ჩამოსული 3 გრამისგან ნაწარმოების სიტყვა შესმა და საბოლოოდ ასე იგივე მეთოდით გამოდის, რომ 1 საათში, ანუ 1 ჟამში 180 გრამი წყალი ვარდება, რომ დაითვალოს ის წამების რაოდენობა 3600 რამდენიც არის 1 ჟამში და რადგანაც 180, ნუ ჯერ კიდე რიცხვებით წერდნენ, ანუ არა რიცხვის არამედ რიგითი ნომრებით და ამ შემთხვევაში 180 და თქვათ 18 მიფიქრე რომ დაახლოებით ერთ და იგივე იქნებოდა, იმიტომ რომ 1-0 აკლდა 0-ს როგორც წესი ქართული სისტემა არ ცნობს მერეც არა აქვს 0 და მე-1800 იყო ჟ-ს ქვია ჟანი ბატონო ნუგზარ და ჟანი მე ამ დროის ერთეულს 180 გრამი რო ჭირდებოდა დაერქვა ჟამი, მოგეხსენებათ, ნუ ჟამი უკვე მათემატიკური მაგალითია, რამდენი წამიც არის მასში, ჟ გამრავლებული მ-ზე, ანუ 3600, უკვე როცა რიცხვის მნიშვნელობები შემოიღეს და ვიფიქრე რომ თავიდან შეიძლება ერქვა ჟანი და მე აღმოჩნდა რომ ქალბატონი თამარ დოლაქიძე დამეხმარა ამაში, აღმოჩნდა რომ მეგრულში დღესაც ჟამი როგორც ჟანი ესე ითქმის, ანუ ნამდვილად იყო ეგ პერიოდი, როცა 180 რომ გამოეხარა, 18 რომ გამოეხარა, 180 იმ 1 საათს დაარქვეს ჟანი და მე უკვე რომ მათემატიკური მაგალითი ეწოთ, ამდენი წამი შედიოდა მასში, უკვე იქცა ცოტათი მოგვიანებით იქცა ჟამად. ძვირფასო მეგობარო, 20 ფილოლოგზე მაქვს ნაკითხი და ვერავინ ვერ მეუბნება. სავარაუდოდ. და ეხლა აი თქვენ გეკითხებით და თქვენ მიერ ხსენებულ დიდებულ ქალბატონს თამარ დოლაკიძეს. აი ეს როდის არის მოფიქრებული, მოგონებული, შექმნილი ქართულ ასო ნიშანთა სახელწოდებები, ჟანი.
ან ბან განდონენ როდინდელია როცა მივალ ამბანის მართლა აქ პასუხი მაგაზე ძალიან გამახარებ ვერავინ ვერ მიპასუხა ვიტყვი მაგაზეც და ვილაპარაკებ ჯერ ეს დროის აღრიცხვის წამობრივი წვეთობრივი სისტემა მოვჩეთ საბოლოო ჯამში რადგანაც მაშინ ანუ ქონდათ უძველეს ხანაში დაზუსტებული რომ 24 საათი არის დღეღამეში და არა 23 საათი და ანუ არასრული 24 საათი ამ შემთხვევაში დღეღამეში გამოდის 86400 წამი თუ 24 საათს ჩათვლი და თუ ზუსტად დაითვლი 86164 იძველად ჯერ არ ქონდა დაზუსტებული რომ ზუსტი წამების რაოდენობა, ამიტომაც თუ აიღებ ამ 86400 წამს დღეღამეში 4320 გრამი ჭირდება, ანუ 4 ლიტრა და 320 გრამი წყალი ჭირდება, რომ ჩამოვიდეს და გაგიკვირდება და მაშინ როგორც ვინახეთ ხშირად ჭცვლიდა და ახლა თანამედროვე ქართულ ენებშიც ქართულ სს მეგრული და სვანური ხშირად შვით იცვლის და ვიფიქრე რომ იქნებ ამ უძველეს ხანაში აი წარმოსთან მიახლოებულ ხანაში მაშინ საერთოდ ქართულში ცულად შუ იყო და აი წესი ხო ახლა ვიცით რაც არის წესი რაღაცა აუცილებელი რომლის დარღვევაც არ შეიძლება და ნუ წს ჭუთ შევცვალე ს შუთ და ჭეში ანუ ესეთი ჭეში არის ნამრავლი მათემატიკური მაგალითი თუ გნებავთ ჭს სამთელორად წარმოადგენდა ის ჩათვლი ან ჭს 32-ად წარმოადგენდა ბოლო ის არ ჩათვლი და ზუსტად იღებ 4320 გრამს ანუ დღეღამეში რა რაოდენობის გრამების ჩამოდიოდა იმ საწვეთურიდან რო დაეთვალა მაგას დაარქვეს ჭეში ან წესი ეგ იყო წესი რომ დღეღამეში წამების რაოდენობას ითვლიდა. მოგეხსენებთ გითხარით რომ არა სინამდვილეში ეს სწორი, მე ბოლოს დათვალეს და ალბათ ასწლეულების მერე და აღმოჩინეს რომ არა დღეღამეში 86400 წამი, არამედ არის 86164 წამი და ახლა ხო მაგალითი აქვს, ანუ ჭეში წესი და აქედან გამომდინარე მოიგონეს რომ თურმე რაღაცა რო არის ჭესი კიდე არის რაღაცა რაც ამაზე მნიშვნელოვანია და ხო წესზე მეტი და მოიფიქრეს რომ ანუ რაღაც სიმართლე სინამდვილე რაც არის ან ნამდვილი რაც არის ხო ამ შემთხვევაში მათემატიკური მაგალითია ხო ეს წესზე მეტია ანუ ჭესზე მეტია და მოიფიქრეს სიტყვა ჭეშმარიტი ანუ ის რაღაცა რაც ჭეს აგარიდებს აღარა აი ჭესი იყო სიმართლეზე მაღლა რო დგას კი ბატონო ეგ არის 111 რიგითობებით 111 არის იგივე ბორჯღალას რიცხვი იგივე 3-1-იანი არის ქართულსაც 111 აქვს ანუ 1110-ია მე ქართულ და ანუ მნიშვნელოვანია შეიძლება 3000-ს ჩათვალო 3-1-იანი 1-1-1 ამ შემთხვევაში და ნუ გამოიგონეს სიტყვა ჭეშმარიტი და ალბათ მე როცა უკვე კალენდარულ სისტემაში უზუსტესი მზის კალენდარი გამოიგონეს რომლის ციკლებიც იყო 128 წლიანი ჭეშმარიტი 111 იქცა ჭეშმარიტი 128 ანუ მიუთითეს რომ ეს კალენდარი 128 წლიანი ზუსტია და ჭეშმარიტია და საბოლოოდ ესეთი ნუ ჭეში არის 4320 და მე როცა ჩაასწორებ ამას ზუსტად შეუსაბამებ დღეღამეში წამების წვეთების რაოდენობას ან რამდენი გრამი ჩამოვა გახდა მიიღებ 4308 ან 4308 გრამი ჭირდება რომ ჩამოვიდეს ის რაოდენობა რაც დღეღამეში წამებს დაითვლის და თუ წაიგითხავ პოზიციურად ანუ ასოებით d ანუ 4 3 და 8 d g h ანუ დღეღამეში რამდენი წვეთიც ჭირდება რომ წამები 86164 წამი დაითვალო იღებ პოზიციურად d g h ანუ რაც ფაქტიურად დღის დასაწყისია ანუ სიტყვა დღე აქედან დაიწყო წარმოშობა როცა 24 საათში არასრულ 24 საათში რამდენი გრამი წყალი ჭირდებოდა დროის აღრიცხვას. ნუ ეს რომ ნამდვილად ასეა, ამაზე შეიძლება დავიმოწმოთ თქვა დროის მდინარება მაგალითად, ან თუნდაც სიტყვაზე წყალი, წავლენი და წამოვლენი ქვიშიანი დარჩებიან, ეგეც დაახლოებით ეგეთი სისტემა, ალბათ ფიქრობ, რომ წყლის და ქვიშის ერთობლიობით ითვლიდნენ, რომ წნევა დაებალანსებინათ და სავსე ჭურჭლიდან მოგეხსენებათ მეტი წნევით ჩამოდის და ნაკლულიდან ნაკლები და მე არევა მოხდება და დროს უბრალოდ ვერ დაითვლი. ნუ ერთ სიტყვით ესეთი სისტემა ააწყვეს და საბოლოო ჯამში ამ 216-ის მეშვეობით უკვე დაიწყეს მოცულობითი სისტემის აწყობა, ასევე ამ პერიოდშივე გაჩნდა
აი თქვა 216 რო ნამდვილად არსებობს, აი ხო ხვდით რომ 704 არის ამბანურად იკითხება ღიდ და 2 მინის, ანუ 2 გებას შეწყვილებული მინის 726 გრამის აღნიშნელი არის ეს ხო? 216-ს თუ აიღებ 4-ზე არის 864, ანუ ამ შემთხვევაში 216 4-ზე 4 გრამი არის რა, 4 გრამი რაღაცა. და 864 იკითხება როგორც ყიდ, ანუ იოტათი იწერება 60 იოტა და როცა გადავიდნენ რიცხვის მნიშვნელობები მიენიჭეს 216 არის ყიდ, საიდანაც საბოლოოდ ეს ღიდ 704 ამ ყიდ 864-ით ჩასწორდა და გაჩნდა აქედან ქართულში უკვე გამართული ყიდვა. ანუ ყიდვა არის დაახლოებით 4 გრამის რაღაცის ყიდვა თავის მათემატიკურ აზრში, შინაარსში. და საბოლოოდ ჩემი დაკვირვებით ვფიქრობ, რომ მაშინ თავიდან ვფიქრობდი, რომ ფარნავაზმა გახადა ამბანი 38-იანი, მაგრამ ვფიქრობ, რომ სწორედ მაგ დროს გახდა, აი უძველეს ხანაში 38-ასოვანი და მანამ იყო 36-იანი თავისი ვიეთი და აუცილებელი გახდა, რომ ამბანი გამხდარიყო 38-ასოვიანი, რადგანაც აი ამ მოცულობით სისტემამ მოითხოვა, რომ ამბანს ქონოდა 38 ასო, ну, მათ შორის 37 ნომრიანი და რიცხვიანი. ვიეს მოგეხსენებათ, არც რიგის ნომერი აქვს და არც რიცხვი განყენებული ასოა ქართულ ამბანში. აქედან გამომდინარე, გამოვიდა, რომ დაიწყეს ამ მოცულობით სისტემის შექმნა. თავიდან, ну, ეს წონით სისტემა ძალიან ძველია, ისეთი ძველია, რომ ფაქტიურად დედამიწაზე მარტო ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ და ქვეყნები არ იყო, რომ ამ ქვეყნებისთვის მიენიჭებინათ და სახელები შესაბამისად მე უკვე შემდგომში რა აღმოჩენებიც ჰქონდა ჩვენ წინაპრებს, იგივე კალენდრები, იგივე მაგალითად მზის გადახრის კუთხეზე დაკვირვება, მაგალითად იგივე აი ეს მოცულობითი სისტემა, ყველა არსებული ცოდნა, რაც იპოვეს ჩვენმა წინაპრებმა, ყველა გამოიყენეს როგორც საქართველოს დღევანდელი კუთხეების, ასევე ძველი მსოფლიოში მცხოვრები ჩვენი წინაპრების სხვადასხვა ტომების აღსანიშნავად. ანუ ზოგისთვის გამოიყენეს წონით სისტემიდან, ოღონდ მე უკვე გრამობაში გადაყვანილი, ზოგიერთთვის გამოიყენეს მოცულობითი სისტემიდან და შესაბამისად მათი სახელები რაღაცას ნიშნავს, ან რაღაცა რიცხვს იძლევა, რომელიც რომელიღაცას ჩვენი წინაპრების აღმოჩენებს შეეფერება, შეესაბამება და ამ შემთხვევაშიც გადაწყვიტეს, რომ მიენიჭებინათ რიცხვის მნიშვნელობა, იმიტომ რომ უკვე მოცულობით სისტემას სჭირდებოდა დიდი რაოდენობის რიცხვები, ან დიდი მასშტაბის, მილიონები და მილიონებზე მეტი და უკვე მარტო რიგითი ნომრებით, რომლებიც ყველაზე მეტი შეიძლება ქონოდა, თქვა 37, იმიტომ რომ 37 ასო გახდა ჰოე და 37-ით რამდენზე უნდა გააკეთო, რომ მილიონები იანგარიშო, ხო? აქედან გამომდინარე, მიენიჭეს სწორედ ის მოცულობითი სისტემის გამო, მიენიჭეს ის რიცხვის მნიშვნელობები, რომელიც მე ამბანმა დღესაც აქვს და ჩვენ წინაპრები ამას იყენებდნენ კიდევაც როგორც რიცხვის მნიშვნელობას, ანუ მათემატიკური რიცხვები ჩვენთან არ იყო, სანამ ეგრეთ წოდებული არაბული არ შემოვიდა შუა საუკუნეებში და მერეც უკვე კიდევ ძალიან დიდხანს, ამის 19 საუკუნემდე ისევ იყენებდნენ ამბანის რიცხვის მნიშვნელობას როგორც მათემატიკურ აღნიშვნებს. და მაშინ ესეთი ნახეთ წინა გადაცემებში ნახეთ, რომ სიტყვა ქართულ არის ის ზუსტი კალენდრის ფორმულა, ანუ რიგითობებით რომ გაამრავლებ ქართულს ერთმანეთზე იღებ 90288-ს, რომელსაც კალენდრის პრინციპს თუ გამოვაკლებ, ანუ 124, ანუ 4 წელიწადი უნაკო და 124 ნაკიანი, ამ პირიქით წამების რაოდენობას თუ გამოვაკლებ 90288-ს, ანუ 96164-ს იღებ 424, რაც არის კალენდრის პრინციპი. 4 წელი უნდა იყოს 128 წელიწადში უნაკო და დანარჩენი 124 უნდა იყოს ნაკიანი. და ასევე ქართულ აღმოვაჩინეთ, რომ ქართულ კიდევ ერთი სისტემის ფორმულა იყო, ეს არის სწორედ ეს ზემოთხსენებული მოცულობითი სისტემა. ქართულს ოღონდ თუ გაამრავლებ უკვე არა რიგითობებით, არამედ რიცხვის მნიშვნელობებით, ანუ Q600-ია, A1-ია, R100, T9 და U400 იძლევა 216 მილიონს, ამ 216 მილიონმა აღმოვაჩენინა სწორედ ეს 216 და საბოლოოდ მაგალითად სულხან-საბას უწერია, რომ მილიონი ქართულად არის უშქი და უშქ არის. ანუ ამ შემთხვევაში, რასაც ვაკვირდებით ხოლმე მსგავს სიტყვებში, არის ითვლება როგორც არის,
ანუ ეს რაღაცა არის და ფულზე უნდა ყოფილიყო უშქი და რადგანაც უშქმაც, ანუ ერთმანეთზე ნამრავლში უშქმაც მოგვცა 216 მილიონი, საავთვალით რომ არის დაბოლოება არის, ანუ მილიონი არის და ახლო, ანუ 216 მილიონი არის და 216 მილიონს თუ გაყოფ 216-ზე რომ მიიღო 1 გრამი, გამოდის 1 მილიონი გრამი, ანუ 1 მილიონი გრამი ამ შემთხვევაში არის ზუსტად 1 მეტრი კუბი, ანუ 1 მეტრი 1 მეტრზე, რომლის ფორმულაც არის ქართულ ამ შემთხვევაში, ასევე ეთანხმება უშქს, რომ უშქიც არის მილიონი, ანუ უშქი არ ნიშნავდა სულხან-საბას განმარტებით 216 მილიონს, ეს რიცხვი საერთოდ დაკარგული იყო, პირდაპირ მილიონს ნიშნავდა, მაგრამ თუ 216 მილიონს გაყოფთი მე 216-ზე მიიღებდი გრამს, ანუ მილიონ გრამს და ესე ჩამოყალიბდა ქართული წონითის სისტემა, ამ შემთხვევაში უამრავი სიტყვა წონითი მოცულობის სისტემა, უამრავი სიტყვა ქართულში ნაწარმოები, აქ არის გამოყენებული ბევრი მათემატიკური ფორმულა, ოღონდ პირდაპირ მათემატიკური ფორმულები ისე არა, რომ πr კვადრატი და ეგენი არა, ეს პირდაპირ არის, მაგალითად სიტყვაზე კუბი რომ გადაიყვანო სფეროში, ანუ რა ბურთის ჩაეხატება, ბირთვის ჩაეხატება კუბში 1.333 მაგაზე უნდა გაყო რომ ჩამოიყენო. აი მაგალითად სიტყვაზე 1 მილიონ კუბურ სანტიმეტრში რომ ჩასვა ბირთვი, ზუსტად როგორიც ჩაეხატება 750.000 არის, ანუ უნდა გაყო 1.333 ეგეთი უსასრულო და საბოლოოდ იღებს 750. იგივე ესეთ ადასტურებს რომ ნამდვილად ესე იყო სიტყვა წყუ, ანუ წყუ თანამედროვე ქართულ ენებში მეგრულშია წყალი და თუ წყუს ერთმანეთზე, ანუ წს გამოიყენებ როგორც პის, ხო, ამ მოცულობის სისტემისათვის ახალი პი გამოიგონეს ჩვენმა წინაპრებმა, მანამდე რომ იყო ეს შეცვალეს 3.2 შეცვალეს 3.25-ით და 3.25 ისეთნაირი მრგვალი პი არის, რომ რიცხვების ერთმანეთზე გამრავლებით მრგვალ რიცხვებს გაძლევს. რა თქმა უნდა, წ-ს მაგალითად თუ აიღებ 3.25 და გამრავლებ 800-ზე და 400-ზე, იღებ პირდაპირ მილიონს. ამ შემთხვევაში რო იჯდეს მაგალითად აი 22.7 ცალია ეგეთი პი 3.14 ის მეათედებიან სიძველე, არ ამრგვალებს და ეს 3.25 ამრგვალებს, ან ზუსტს გაძლევს და შესაბამისად ჯერ ეგ ეტაპი იყო, ანუ მოცულობის სისტემაში იპოვეს ეგ პი, რომელიც მრგვალ რიცხვებს იძლეოდა და ოღონდ უფრო ზუსტი იყო თავისთავად ცხადია ვიდრე 3.2, კიდევ უფრო მიიღო, რაც აჩვენებს, რომ ნაბიჯ მიდიოდნენ სიზუსტემდე, ანუ ეს არა მარტივი რაღაცა, იგივე ეგ 22.7 ცალი ეტევა ეგეთი ტიპი მე-3 საუკუნეში ქრისტეშობამდე აღმოაჩინა არქიმედემ, მანამდე ჯერ სოფლიო არ იცოდა და ამიტომაც ეგეთი მარტივი საპოვნელი არ იყო და ეს ნაბიჯ რომ მიდიოდნენ და ცოდნას ავითარებდნენ და გამოცდილების ხარჯზე უკეთეს პის აღმოაჩენენ კი და ეს ჩანს ამ ქართულ მაღალი ალბათობით აქედან არის იმპორტირებული არქიმედესთან. თავისთავად ხალხი როგორც თქვა სიტყვაზე პითაგორაზე ამბობდნენ იგივე ბატონი კიაკოშილოვი როგორც ვთქვით რომ წარმოშობით კოლხი იყო, ესეთი კვლევებიც აქვს თავისთავად ხალხი პითაგორა თუ მოხდებოდა ყველა ვარიანტში მაგ სამყაროდან ძალიან ბევრი რაღაცა ბერძნულში. წყუ პირდაპირ გალაქტიონს პარავდნენ რითმას და ეხლა ხო, აქედან იმას რომ თან ჩვენი ხო არ იყო ჩვენი ხო არ იყო დაწერილი რომ ფაქტიდან მოგეპარა ეს სიტყვებში ჩატარული ცოდნა იყო და ფაქტობრივად ვერცვერავინ ვერ გაიგებდა რომ იპარავდი, იმიტომ რომ ფაქტობრივად არავინ არ იცოდა რომ ეგ ცოდნა იყო. ანუ მარტო გარკვეულ წრეს ჰქონდა ცოდნა რომ მაგალითად ეგ სიტყვები რაღაცას ნიშნავდა. წყუ წყალი არის და წყუ პირდაპირ მილიონი, ანუ 216 მილიონი არა, პირდაპირ 216 მილიონი ანუ 1 მილიონი სიუ არის პირდაპირ. ასევე წყალი მაგალითად სრულად თუ გაამრავლე წყალი ერთმანეთზე 3.25-ად ჩათვალე 750.000-ია. ანუ წყალი არის ბირთვი, რომელსაც ჩახატავ წყუში. ანუ 1 მილიონ კუბურ სანტიმეტრში ჩახატავ ბირთვს, ეგ არის 750, ანუ 1.3. ანუ ამ შემთხვევაში ქართულ სამყაროსაც როგორც ვთქვით, ბევრი აქვს ეგეთი უცნაური სიტყვები, აი თქვა მისამღერები, თქვა ცხაპრიზგმირები, რაღაც მსგავსი რაღაცები, რომელიც თითქოს ერთ სიტყვით არაფერი. აი მაგალითად სიტყვაზე ვაპირდები ახლაც ქართული შორისდებულებიც ან ქართული ზედსართავებიც რაღაც აი თქვა სიტყვაზე იგივე რომ თქვა ფორმულა როგორ უნდა გადაიყვანო ბირთვი კუბში 1.33 უნდა გააკეთო. ეგრე დაწერო ქართულ ამბავით, უნდა დაწერო ამ პოზიციურად ag და ბოლოში ვთქვათ ბრუნვის ნიშანი i, agi,
ან უნდა წერო მათემატიკურად ig, ანუ 13, ხო, 1.3, ხო? ანუ მაგალითად ig, ag, ეგ შორის ჩვეულებრივ აღნიშნავს ფორმულას, რომელსაც გადაყავს სფერო კუბში. და აი მაგალითად გურულზე შაყიდობენ ხოლმე, ხო, რომ აგია, იგია, აგია, იგი და სინამდვილეში დაახლოებით ეგეთი მტკიცებაა, მათემატიკური მტკიცებაა, რომ აგი, იგია, ანუ 1.33, იგივე 1.33-ია და იგივე, ანუ ოღონდ ერთი პოზიციურად ჩაწერილი და მეორე არის მათემატიკურად, ანუ 1 და 3, ანუ ag, ან კიდევ ig 13, რომელსაც ძიმეს თუ ჩაუსო, ისე ეგეთი ფორმულა გამოდის და უამრავი ეგეთი ხო, აი ძალიან ბევრი გავსი რაღაცები, რომელიც შემოკლებული ფორმულებია. ნუ ეს არა ჩვეულებრივი კლასიკური ფორმულა, როგორც ახლა თანამედროვე მათემატიკა და გეომეტრია იყენებს. ერთ სიტყვით ასევე დავაინტერესა მე ხალხებზეც თუ გამოიყენებდნენ ჩვენი წინაპრები, ნუ ეს ნახეთ რომ ქართულ არის და ქართველები გვქვია და ფაქტია რომ გამოიყენეს ეს ქართულ, როგორც კალენდრის ფორმულიდან ასევე მოცულობის სისტემის ფორმულაა ქართულ 1 მილიონი სანტიმეტრ კუბი და დაგვარქვეს ჩვენ. ამასობაში ერთ-ერთი დიდი ჯგუფი იყო ქართველებისა მუშქები, რომელსაც ბევრ სხვადასხვა ქართულ ჯგუფს და ზოგიერთი მკვლევარი ქართველიც და არაქართველიც საერთოდ არაქართულ ჯგუფსაც მიაკუთვნებს საერთოდ მუშქებს. ხო, კი ბატონო და მუშქიც ჩვეულებრივ მუშქ როცა გაამრავლებ ერთმანეთზე მუშქიც 216 მილიონია როგორც ქართულ, ანუ ტოლი სიტყვებია, ანუ თუ გაყოფ მე 216-ზე მიიღებ 1 მილიონ კუბურ სანტიმეტრს. ანუ იგივე მუშქიც ქართველია, მოსქიც ქართველია, მუსქიც ქართველია, მესხიც ქართველია და მართალია ესენი სხვადასხვა ადგილას ცხოვრობდნენ, ესეთი გამფენილობა იყო და ასე შემდეგ, მაგრამ ცხადია ქართველები არიან და მაგათი მოტაცება უნდათ და ვიცით ვისაც უნდა მოტაცება. ეს უძველესი და მაგ ისტორიისა. უძველესი ტერმინი რომ არის, აი დაახლოებით მაქედან ზუსტად ეს პერიოდი შეესაბამება ბიბლიურ მაგ პერიოდს, წარმოშენდგომ პერიოდს, როცა ხალხების სახელები ჩნდება, იგივე მაგალითად თუბალი, რომელიც ჩნდება ქართველების ერთ-ერთი ეთნარქის სახელად, თუბალიც იგივე 216-ის ჯერადია და იღებ 1000. ანუ 1000 არის 10 სანტიმეტრის კუბი, 10-ზე იღებ 1000 და თუბალი არის 216.000 და თუ გაყოფ თუბალს 216-ზე იღებ 10 სანტიმეტრ კუბს. ანუ 10 სანტიმეტრი კუბი 1 ლიტრი არის თავის იდეაში და ახლაც როცა თანამედროვე მეტრულ სისტემაზე ზომავენ, სწორედ ლიტრას მაგითი ზომავენ 10 კუბური სანტიმეტრის მოცულობის კუბი, რომელშიც რა რაოდენობის თავიდან ეგრე დაიწყეს, ახლა დააზუსტეს, მაგრამ თავიდან ეგრე დაიწყეს გაზომა, როცა დაიწყეს რევოლუციური საფრანგეთის მერე დაიწყეს 10 სანტიმეტრ კუბში რამდენი წყალი ჩაეტეოდა, ეგ იყო ლიტრა. ხო. და ანუ თუბალიც ამას იცოდა, ბევრი უამრავი, იგივე მაგალითად სიტყვაზე შავიზღვისპირას დაახლოებით ლაზეთის დასავლეთისკენ ცხოვრობდნენ დღევანდელი თურქეთის ჩრდილო ნაწილში შავიზღვისპირეთში ცხოვრობდნენ ქაშქები და ქაშქებზეც უამრავი ვერსიაა, რა შეიძლება იყოს ეს ქაშქი და სადაურები, ზოგი ქართულ სამყაროს აკუთვნებდა, ზოგი ჩერქეზულს ქაშაგებთან კავშირში. ნუ საბოლოოდ ქაშქიც არის, როცა 216-ზე გაამრავლდა ერთმანეთზე 216-ზე გაყოფ, გამოდის 1.5 მილიონი. ანუ თქვა ქართულ თუ არის 1 მილიონი და მუშქი თუ არის 1 მილიონი, ქაშქი არის 1.5 მილიონი, ზუსტად არის 216-ის ჯერადი, რაც ბუნებრივია, ჩვეულებრივი და შემთხვევით ვერ მოხდებოდა და უამრავი მსგავსი, იგივე მაგალითად წერამე და თქვენ რო ახსენეთ, იგივე ქუში მაგალითად, ქუში ჩვეულებრივი ასოების გადანაცვლებაა უშქისა, ანუ უშქი მილიონი, იგივე ასოებით არის აწყობილი ქუში, ერთ-ერთი ბიბლიური ადგილი, რომელიც ასევე იძლევა 1 მილიონს, 216 მილიონს და როცა 216-ზე სივზე გაყოფ, რჩება 1 მილიონი კუბი. ანუ მასიურად გამოიყენეს ჩვენმა წინაპრებმა, აი ამ ძველი ხალხების და არა მარტო ქართველი, არამედ მეზობელი ხალხების და ქვეყნების დასასახელებლათაც, ანუ მათი სახელების მოსაგონებლათაც. სახელდებისათვის. კი. ეტიმოლოგიის შესაქმნელად. კი ბატონო, გამოიყენეს ესენ. ასევე დავფიქრდით, რომ შესაძლებელი იყო, ნუ რადგან ამბანის გარიცხვიანება გამოიწვია მოცულობითმა სისტემამ, შესაძლებელი იყო კიდევ დაკავშირებოდა ამბანს და განსაკუთრებით გაინტერესებდა 100, რადგანაც 100 ულოგიკოა ქართულშიც, მეგრულშიც და სვანურშიც, ანუ ლოგიკურად მიდის თქვა სიტყვაზე 20-ია ულოგიკო, ხო, არაფერი არ არის, მე 20 მეორდება, 40, 60, 80 და ნუ მე 100-ია ულოგიკო და მე 100-იც თავისთავად ცხადია მეორდება. და მაინტერესებდა 100 და დავფიქრდით, რომ ეს 100 ხო არ იქნებოდა თავიდან 100, ანუ 1.216, ანუ ამ შემთხვევაში თუ 1.216 იქნებოდა, მაშინ უნდა ყოფილიყო რაღაც 100 უნდა ყოფილიყო ეს, ანუ
1 უნდა ყოფილიყო 1, რადგანაც C იყო 1 სანტიმეტრი კუბი, მაშინ 100 უნდა ყოფილიყო 1 სანტიმეტრი და მაშინ პირველი 100 იქნებოდა, R არის 100, მე-1900 და ქართულ ამბანში და პირველი 100 A უნდა ყოფილიყო მაშინ სანტიმეტრის მე-100-დი. ანუ ესე უნდა აგებულიყო ეს ამბანში მოცულობითი სისტემა და მართლაც თუ მსგავსად ჩათვლი რომ A100 რომელიც წერს 1-ს არის სანტიმეტრის მე-100-დი ესე ჩათვლი და 100 სინამდვილეში იყო 100 ვიფიქრეთ რომ ეს არის ისეთი სისტემა რომელსაც აქვს როგორც საზომები ასევე აქვს კუბური სანტიმეტრები ანუ რა რიცხვს წერს თითოეული 100 აი მართლა A წერს 1-ს და 1-ის ანუ 0.01 კუბური სანტიმეტრის კუბია ანუ მილიმეტრის მიერთედის კუბი არის მაგალითად I წერს 10-ს და ანუ მილიმეტრია თანამედროვე გაგებით და მილიმეტრის კუბიც უნდა იყოს I ანუ რამდენი იქნება მილიმეტრზე და საბოლოო ჯამში ესეთი აზრამდე მივიდეთ რომ ანი თავის თავში ნიშნავს რომ როგორც წერალ ვკითხეთ ამ ამბანის ასოებზე ანი თავის თავში ნიშნავს ნი მრავლობითია ქართულში ძველ ქართულში და ანი არის A1-ია ხო და ნი მრავლობითია ანუ ერთები დაახლოებით შეგიძლია ახალ ქართულში რომ ანი ანუ A-ები რა ერთები ხო არის პირველებით ხო ხო ნუ ეგ სხვა გაგებით კი მე ამ შემთხვევაში ამბანში ვიძახი რადგანაც არის A პირველი 100 და წერს სანტიმეტრის მე-100-ს ანუ მილიმეტრის მე-1000-ს A არ არის ყველაზე პატარა სიდიდე რადგანაც აგემერე სულხასაბას აქვს ჩამოწერილი უპატარავ ეს სიდიდეები აი ობობას ქსელზე რამდენიმე ათეულჯერ წვრილი სიდიდეები რომლებიც აი თქვა წამი იყოფა 60-ზე კიდევ 60-ზე კიდევ 60-ზე კიდევ 60-ზე ხო თავის სახელები აქვს ისე მასი ბლისი და ესეთი სახელები რომლებიც უწვრილესია ანუ თუ არის მილიმეტრის მე-1000-დი პატარა მილიმეტრის მე-1000-დი პატარა აი ის ერთეულები არის უპატარავეს უწვრილესი ესე იგი სჭირდებოდათ კი ბატონო და რადგანაც ამდე უეჭველად იყო ესეთი წვრილი თქვა იგივე კოსმოსში ფართობების მანძილების დასათვლელად იგივე მაგალითად სიტყვაზე ძალიან წვრილი თქვა ოქრომჭედლობაში რაღაც ეგეთი წვრილი რაღაცების გასაკეთებლად და იყო ეგეთი ერთეულები A-ს დაარქვეს ანუ 1 სანტიმეტრის მე-100-ს დაარქვეს ერთები ანუ გაითვალისწინეს რომ მართალია ერთია მაგრამ რაღაც ერთებს კიდევ სხვა პატარებს კიდევ გულისხმობს თავის თავში და რადგანაც A იყო პირველი 100 და დაარქვეს ერთები ანუ A-ები შემდგომში ყველა შემდგომ 100-ს უნდა გაემეორებინა A-ები ან მაგალითად სიტყვაზე B მეორე 100 იყო 2-ს ნიშნავდა 2-ის კუბსაც ნიშნავდა და B-ს მომიეთითებინა რომ A-ზე ორჯერ მეტია ამ შემთხვევაში ანი თუ იყო ანუ ერთები B-ს დაარქვეს 2 ერთები მერე G-ს დაარქვეს 3 ერთები D-ს 4 ერთები და საბოლოო ჯამში თქვა R ამ შემთხვევაში იყო 100 ერთები ნიშნავს რომ 100 შეიცავდა და პლუს A კიდევ წვრილი რაღაცებს შეიცავდა თავის გააჩინა 100 ნიშნების სახელები და თავიდან ფიქრობთ რომ 100 ნიშნების სახელები იქნებოდა ყველა ან-ზე დამთავრებული ახლა ყველას არა აქვს ან დამთავრებული სხვადასხვა დაბოლოებები აქვს მაგრამ ძირითადად მაინც დომინირებს ეს ან დაბოლოება ბევრ 100-ში თუმცა მე ესეთი რაღაცა მოხდა თავისთავად ცხადია კიდევ განვითარდა ქართული სამყარო გაუჩნდა გარკვეული ცოდნები როგორც მათემატიკური თქვათ იგივე კალენდარული და გადაწყვიტეს რომ ეს ცოდნა სადღაცას კიდევ აესახათ და ამ შემთხვევაში ის ასოები რომლებიც არ ატარებენ ან დაბოლოებას ქართულში აი მაგალითად სიტყვაზე ფარი მაგალითად რომელიც ფ ასოც სახელი არის და რომელიც ღმერთის მფარველობის სიმბოლოც არის თქვა და იოან ბევრი რომ თქვა იგივე წილ რომელსაც მიზნად დაეკისრა რომ პი ყოფილიყო ქართულ სამყაროში და წილა ესახა ეგენი არის ყველა ისეთი ასოები შეცვლილი დაბოლოებით რომელშიც რაღაც ცოდნა დევს იქიდან რაღაც ასოები წაკითხულა თქვა სიტყვაზე იგივე ერთ-ერთ გადაცემაში თქვით რომ ეს ქართული ზუსტი მზის კალენდარი ბატონმა რამაზ პატარიძემ აღმოაჩინა 200-ში 200-ს დასახელებაში ეს სწორედ რასაც თქვენ მეკითხებით დონში და წილში დონ არის 4 70 და ანუ 70 და 50
4, 70 და 50 ერთმანეთს რომ მივხვდეთ 124-ია დონ და პლუს კიდევ თვითონ d ნიშნავს 4-ს. აქედან გამომდინარე მიიღებ კალენდრის ფორმულას d თვითონ 4 და დონ 124. ანუ 4 უნაკო წელი და 124 ნაკიანი წელი. ასევე წილში წილ არის 31 100 და წერს 4000 და პის ანუ როცა პით იქცა ამანაც განაპირობა ანუ 3 ანუ 31 და 1 და კიდე 0 და 3.14-ია ამ შემთხვევაში 31-ია და 4000 წელს და აი მისი სახელი შეცვლაც ანუ თან კიდევ მიუთითებს რომ 3 წელიწადი არის 4 წლეულში ანუ 31 3 არის ნაკიანი და უნაკო და 1 არის ნაკიანი როგორც არის ხოლმე ყოველთვის ხო 3 უნაკო წელიწადია და 1 თებერვალია ხოლმე ნაკიანი ანუ ამ 200-ში აღმოაჩინა როგორც ნახეთ ორივე შეცვლილი აქვს დაბოლოება ani არცეც არა აქვს დაბოლოება არამედ აქვს დონი და წილი და რომელსაც აქვს შეცვლილი ფიქრობთ რომ სულ ყველა არის რაღაც ცოდნის მატარებელი კიდევ დამატებით რომელსაც ani დაბოლოება არ აქვს სახელწოდებაში. ნუ ნაწილი იქიდან გაშიფრულია, ნაწილი საპოვნია თუ რას ნიშნავს და მაშინ იმ შორეულ თქვა წარღვნის ახლოხანებში აუცილებლად ექნებოდა ყველას ესეთი ერთნაირი ან დაბოლოება მე თანდათანობით ცოდნების მიხედვით შეავს ეს და გამოვიდა ესეთი თანამედროვე ქართული ანბანის დასახელებები. ნუ მათ შორის რატო დავფიქრდით რომ 38-ასოიანი ან 37-ასოიანი უნდა გამختارიყო და ნუ ვიე თლაში შიგნით არის, მაგრამ 38-ია, მაგრამ რიგითი ნომერი არ აქვს. ოფიციალურად ხოე არის 37 რიგებში, მაგრამ თუ დათვლი მიყოლებით 38 არის. ანუ ვიე ზის, მაგრამ ნომერი არ აქვს. თუ ნომრებით მიყევი ხოე 37-ია, თუ ვიე მიათვალე, თითებით თუ დათვალე, მაშინ 38-ია. ხო, ამ შემთხვევაში იგივე პრინციპს რო გაყოლოდით, აი თქვაც რაღაც ვიფიქრე რომ a არის სანტიმეტრის მიასედი, მიხვალ საბოლოოდ 20-ზე, 20 როგორც გითხრათ, უცნაური არის, მანამდე 10-ობით მიდის, ანუ 11, 11, 12, მიხვალ 20-ზე, 20-ის კუბი არის 8000, ანუ 20 წერს 100 კ და კ-ს კუბი არის 8000, 20 გამრავლებული 20-ზე 400-ია, კიდე 20 გამრავლე 8000-ია და ვფიქრობდით რომ რაღაცნაირად უნდა ასახულიყო ესეც დასახელებაში, ახლა უცნაური არის ეს და რადგანაც თქვა ქართულში 20-ია, მეგრულში არის h და რომ მიიღო 8000 გჭირდება h, ანუ h მერვეთი უნდა დაწერო, ანუ ნიშნავს 800 და ch ნიშნავს 1000, ანუ h ამ შემთხვევაში ნიშნავს 8000, ანუ 800 გამრავლებ 1000 და მიიღებ იმის კუბს, რაც უნდა იყოს ამ სისტემაში 20. ანუ ქვია კიდევაც ფაქტიურად, ნუ მეგრული მოგეხსენებათ, ნუ ზეპირად გადმოეცემოდა დამწერლობას საკუთრივ მეგრული თავისთავისთვის არ იყენებდა. აქედან გამომდინარე, ნუ ზეპირადაა დამახსოვრებული და ახლა მართალია h-ს ამბობენ, ანუ ამ შემთხვევაში 5000, მაგრამ h ჩვეულებრივ ცვლის m-რვე ეს ჩვეულებრივ m5-ს და არის 8000, ანუ ადასტურებს რომ ნამდვილად h არის 20-ის კუბი, როგორც უნდა იყოს. საბოლოოდ მიხვალ სივამდე, ნუ სივ თავისთავად ცხადია, ანუ 100, ანუ 1 სივ, ანუ 1/216 არის სანტიმეტრი კუბი, რომელშიც 216 რომელიც 216 ნაწილად ხდება. ანუ 0.0.0.0 რო გავამრავლებ ერთმანეთზე, გამოვა 216 და საბოლოოდ იღებ 100 სივს, ანუ 216, სადაც საბოლოოდ c დაიკარგა, დარჩა c და ნუ ქართულშიც და მეგრულშიც და სვანურშიც და ახლა აშირ არის სვანურად მაგალითად და ეს ბოლო დაკარგულია ყველგან. ამას რო იყენებდნენ ნამდვილად და ნამდვილად რიცხული მნიშვნელობას, ამას ადასტურებს მაგალითად იგივე ლაზური 1000, მაგალითად 1000, რომელიც ქართული თუ 10-100-ს ამბობს, ხანდახან ლაზურიც იყენებს მაგას და მეგრულიც იყენებს ვითოში მაგალითად, ანუ 1000 მაგაგებით ამბობს. ლაზურად არის შილია, ოღონდ იოტათი შილია და ამ შემთხვევაში თუ დათვლი ჩვეულებრივ რიცხვის მნიშვნელობას შ900-ია, i10-ია, l30, იოტა 60 და ნუ a ამ შემთხვევაში მისათითებლად და შილი არის 1000, ანუ ლაზურად 1000 რაც არის შილია. ხო, შილი არის 1000 ერთმანეთს რომ მიუმატებ და a ამ შემთხვევაში თქვა სიტყვაზე ბალია, მსხალია, ამ შემთხვევაში 1000-ია. დაახლოებით ეგეც ნიშნავს კრებაში, როცა შეკრება ამ რიცხვის მნიშვნელობებს შილიასი
რაც ასევე ბერძნულსაც გავს სხვათა შორის და ბერძნულს ლოგიკა არა აქვს, რატომ უნდა ერქვას შილია და ლაზურს აქვს როგორც ნახეთ 1000-იან ნამდვილად თუ მათემატიკურად მიმატებას ჩაატარებ. სიტყვა აფშილიც მაგან ხო არ გააჩნია. შესაძლებელია, ხო, ძალიან ბევრი ამ შემთხვევაში თქვა სიტყვაზე 360 გრადუსის აღნიშნული წრე, ხო, მაგალითად და თქვათ ვარაუდობენ რომ თუბალებიდან მე ტიბარენები გაჩნდნენ, ხო? ეგეთი ვარაუდია, რადგანაც ეთიგი ადგილას მოსახლეობდნენ მე ცოტათი ჩრდილოეთი ტიბარენები და ტიბარენის თავისთავში 360 ფარავს და ორჯერ 360 ტიბ და მე ბ ანუ ხო ორჯერ 360 ტი ანუ 360 არის იოტათი ტი და ბ 2 ანუ 720 ორჯერ 360 და ბევრი ეგეთი ანუ რაცოდნებით ხდება ძალიან ბევრი ტომებს ქვია აი მაგათაც იგივე როცა დაითვალეს გრამების რაოდენობა ზუსტად და წონით სისტემა მიუსადაგეს ასევე გრამებსაც, ანუ ის 352 363-ში გადაიყვანეს, როგორც მე ბატონმა გრაკლიანის წარწერის გათხრებისას, როცა აღმოაჩინა ბატონმა ვახტანგ გლიჩელმა, აი ეს საწონი ორჯერ 363-ი და თქვა, რომ ეს საწონები არის ჯერადები, 363 ყველა იყოფა 363-ზე საბოლოო ჯამში, გადაიყვანეს საბოლოო 363-ზე და აი მაგათ სახასიათოა, რომ კავკასიის სახელი კავკა ლიგითობებით არის 726, ანუ 726 არის შეწყვილებული ქართული მინა, რომლის მოცულობის საწყალოც არის იგივე ქვის საწყალო აღმოჩენილი გრაკლიანზე, რომელშიც მარცვლეული იყრებოდა ხოლმე 726 გრამისა, რომელიც ქართულ წონით სისტემაში ერთეულებით ან რკოებით იყო 704 და 1.03 125 აქვს კოეფიციენტი, რაც აქვს როგორც ვთქვით ჭ-სა და ხ-ს და როცა ერთმანეთში გადაიყვან 726 გამოდის და კავკა ზუსტად არის ამ შემთხვევაში 726. ნუ შეუძლებელი ნამრავლე მათემატიკაა, კავკა რო ერთმანეთზე გამრავლდა, შემთხვევით რო ხდებოდა თანხმდებოდეს, ხო, შეუძლებელია. შემთხვევითობა ახსენა და ეხლა ვინც მათემატიკა იცის, იმას აუხსნი თვითონ იცის, თვითონ მიხვდება ალბათობის თეორიაში, რამხელა ალბათობაა ეს და ვინც არ იცის მათემატიკა და მაგალითად ნარდის თამაში იცის მარტო და ამაზე არ მსჯელობს, არ უნდა გაიგოს, ან ეცი და აღდგება. აი ამ არს ეს იმას ნიშნავს, რომ 100 ჯერ გააგორო და 100 ჯერ დუშაში მოგივიდეს. აი ესეთ შესაბამისად დამთხევას საუბრობს ეს ადამიანი და ესეთი საოცარი დამთხევებია. აი არა და ხო კავკასიაზე ათასობით ვერ რა ვიცი უამრავი არა მარტო კავკასიაზე წარმოიდგინეთ მისი რამდენი ლოგიკური დასკვნა რამდენი ეხლა მათემატიკას წინ ხო ვერაფერი ვერ უდგება მათემატიკა და ლოგიკა არიან ყველაფერზე მაღლა როდესაც რაღაცის დადასტურება გინდათ თან ეს არის არითმეტიკაა რაღაც დონეზე და არა რაღაცი რთული გეომეტრიული ასევე ამ სისტემაში მოცულობით სისტემიდან დარქმეულ სახელებში მაგათად უშკი ხო მილიონი ხო უშ მარცვალი არის როგორც ნახეთ დომინანტი და რომ მართლა არქმევდნენ ნამდვილად არქმევდნენ სატომო სახელებს და ქვეყნებს ჩვენი წინაპრები მოცულობით სისტემით თუნდაც იგივე ქართული კუთხეები თქვა თუშეთი რომელშიც ასევე უშ ფიგურირებს მაგალითად თრუსო რომელიც სავარაუდოდ თრუშო უნდა ყოფილიყო მაგალითად შაუშეთი რომელშიც ასევე უშ არის ერუშეთი რომელიც ასევე უშ არის ანუ ჩვეულებრივ შემორჩა ქართულ კუთხეებს ხო კი ბატონო ანუ შემორჩა ჩვეულებრივ ქართულ კუთხეებს და ის კი არა აი მაგალითად სიტყვაზე ეხა იმ დღეს ერთ მეგობარს მიწერე და მანაც მიწეროთ თუ ქალაქებიც აქვს საქართველოში რაღაც ისეთი მდგომარეობასავით შეიქმნა ენაში რომ ანუ ინერციით იქნება აი თქვა სიტყვაზე ხაშურზე მითხრა ხაშურიც 216 მილიონია ანუ 1 მილიონი გამოდის ხაშური მართალია არ არის ახალი ტერმინი რადგანაც ასურულ წყაროებში ციხსენიება ხაშურის მთა როცა მაგალითად დიაოხის წინააღმდეგ ლაშქრობდნენ მაგრამ ნუ ძველი ტერმინია მაგრამ ეგეთი ტერმინია რომ როგორც ნახეთ თავის თავში შეიცავს 1 მილიონ კუბურ სანტიმეტრს ანუ 216 მილიონს რუსთავიც ეგეთია მე ნახეთ და ჩავამატებდი ძალიან ბევრი ქართული ტოპონიმი შესაბამისად ერთნაირი იყო და მე ქართველებმა რო ერთმანეთისგან რაღაცა მცირე განსხვავებები შექმნეს. აი მაგალითად ცხინვალის ზემოთ რო არის ქურთა მაღალი ალბათობის მათ
ქორთა ერქვა გამიგეთ და შესაბამისად რაღაცნაირად რომ ქორეთი არის და ესე განასხვავებთ. იგივე თქვენ რომ ბძანეთ წეღან მენიშნა სოფელი მოძვი, რომელიც შეიძლება ბოძვი იყო გამიგეთ და იცვლება ეხლა. აი ჭულე მაგალითად ახალციხის ხო ჭულეს ჩვეულებრივ არის ერთი მინარი, ოღონდ ჩვეულებრივი ძველ საწყალოზე სანამ გრამებზე გადმოიყვანდნენ ჭულე ხო ისედაც თუ დაусმე სამთელო 2-ად გადააქცევთ ჭულე ჩვეულებრივ მაგ სისტემაში არის იგივე ღვაწლი ხო თქვით და ჭულილიც მაგალითად იგივე ჭულილიც და არის 12 მინარი შედარებით ცოტაა ხო ჭულილი შედარებით ცოტაა ვიდრე ღვაწლი ისედაც ასე როცა ვიღაცა დიდი მეცნიერია დიდი ადამიანია მაგაზე არ ამბობენ ჭულილი შეიტანა ამბობენ ღვაწლი შეიტანა ღვაწლი უფრო დიდია და ამ სისტემაში ღვაწლი დიდია ვიდრე ჭულილი ანუ რამდენჯერმე დიდია მათემატიკურად ღვაწლი ვიდრე ჭულილი იქიდან მოდის რომ ის პატარა იყო და ის დიდი ერთეული იყო იმიტომ დარჩა ჭულილი და ძირფასო მეგობრო 10 წუთი დაგვრჩა და საიდანაც 5 შენია 5 ჩემია კი ბატონო შეაჯამეთ თქვენ ხო მე ბოლოს შევაჯამებ და თანაც ბიბლიურ ახსნებს მოუძებნი ბიბლიიდან არსებულ ახსნებს მოუძებნი და აპოკრიფული ტექსტებიდან მოუძებნი ახსნებს თქვენს განმარტებებს რა რამაც ძალიან გამახარა ეხლა რამდენი კი ბატონო იგივე მაგალითად სიტყვაზე ისრახელი ითქმოდა ძველ ქართულად და სუდაში ახლაც ხშირად მონაცვლეობს როგორც ევროპის ასევე აზიის ქვეყნებში ქართულშიც მოგეხსენებათ სვანურ მეგრულ ქართულში სუდაში მონაცვლეობს და ისრახელის შემთხვევაში 216 მილიონია ისრახელი ანუ ეგეც 1 მილიონია და ასევე ისრახელი რო შესაძლებელია ისრაელი რო ისრახელი ყოფილიყო შესაძლებელია მართალია ბიბლიაში არა მე რაც მაქვს წაკითხული და ნუსხებიც არა მართალია ისრახელი მოხსენიებული მაგრამ სამაგიეროდ მოხსენიებული არის ისმაილი კიდევ ერთი ბიბლიური ეთნარქი როგორც იშმაილი ანუ ორივენაირად ხდება ისმაილი როგორც ისმაილი და როგორც იშმაილი და იერუსალიმიც სამნაირად წერია ხან ჰეირვათი წერია ხან იერუსალიმი აი მიაქციეთ ყურადღება იერუსალიმის სახელწოდებასაც იერუსალიმიც ოღონდ იერუსალჰემს ხო ეძახდნენ იერუსალჰემს იერუსალჰემი ოღონდ ჰ-ასოთი ანუ ჰეთი კი არა ჰ-ასოთი არის 36 ჰ-ასოთი ეგეც ჩვეულებრივი არის მაგ სისტემის ჯერადი ანუ იერუსალჰემი დაახლოებით იგივე იერუსალაიმი ახლა ეძახიან დაახლოებით ეგრე ანუ ეს არაა ჩვენი ყურით მოთრეული ამბები მტკვარ-არაქსის კულტურა ჩადიოდა ეგვიპტემდე ბატონებო ან ჩვეულებრივ ეგვიპტეშიც არის აღმოჩენილი მტკვარ-არაქსის კულტურის ნილოსის ნაპირებზე მტკვარ-არაქსის კულტურის ნაშთები მათ შორის ესე ვიწროზოლად ჩაყვებოდა ორივე მხარეს, როგორც ხმელთაშუა ზღვას, ასევე ზაგროსის მთიანეთს, სადაც ახლა საომარი მოქმედებები არის, ელამისკენ და შუაში იქცევდა შუა დინებას, ტიგროსისას და ევფრატისას. ნუ დღეს რაც არის აღმოჩენილი ყოველ შემთხვევაში, ესე ორკაპათი ჩადის ეგვიპტისკენ და ელამისკენ, დღევანდელი ქუვეითისკენ და ერაყისაკენ და ასევე დღევანდელი ეგვიპტისკენ და ისრაელისკენ და იქ ჩვეულებრივ იყო დაახლოებით 5000 წლის წინ გავრცელებული მტკვარ-არაქსის კულტურა. ანუ ეს ჩვენი ენის ნაშთებიც არის, რასაც ახლა ლაპარაკობთ ჩვენ იმ ტოპონიმებზე და არა მაგალითად ჩვენი მოგონილი. ანუ ოდესღაც როცა ჩვენი კულტურა გავრცელდა იქ ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ, სახელები შეარქვეს და ის სახელები ზოგი ზუსტად ზოგი დამახინჯებით შემორჩა ჩვენამდე, რომელიც საშუალებას იძლევა რომ იხდე რომ ამ ჩვენი სისტემიდან არის მოცულობითი სისტემიდან არის. ხო, ვარ შევაჯამებ იმით რომ რატო იყო საჭირო ახლა დამატება ამ ბოლო 200-ოსი, ჰ-ესი და ჰ-ესი, ჰ და ჰ ან ჰ 9000 წერს, ჯ წერს 8000, ჰ წერს 9000 და ჰ და ჰ წერს 10000, რადგანაც ეს 10000 სინამდვილეში არის 10000 სანტიმეტრის მიასედი, ანუ 100 სანტიმეტრია ამ გაგებით და უნდა დაეწერა ამბანს 1 მილიონი კუბური სანტიმეტრი. თუ არ ჩაუმატებდი ჰ-ს და ჰ-ს, დაწერდა 800.000 კუბურ სანტიმეტრს ჯ და როცა დაამატეს ჰ და ჰ და ჰ და მან დაწერა ამბანმა დაწერა მილიონი კუბური სანტიმეტრი, ანუ 100-100-ზე სანტიმეტრი. და აქედან გამომდინარე, თქვათ იგივე ანალოგიები რომ მაგალითად ქართული ამბანი ლაზარე ქრისტეს მეგობარია, ქრისტეს სიტყვა და სხვა, იგივეც შესაბამისობაში, იმიტომ რომ ქართუ იგივე 216 მილიონი სიوارის და ასევე 216 მილიონი არის ქართული ამბანის ნამრავლი ერთმანეთზე რო გაამრავლებ. ანუ ამ შემთხვევაში ქართული ამბანი იგივე ქართუა და როცა ღმერთი ამბობს რომ მე ვარ ანი და ხო, ეგეც იგულისხმება რომ არის
ლაზარესტოლი, ქართული ანბანი. ასევე ამ ფუნქციას კიდევ ანის დახვევის შემთხვევაში ასრულებს ასო ვიე ურიცხო არის და უნომრო არის ანბანში, მაგრამ თან თითქოს არ არის, ანუ ღმერთის გამოსახულებასაც არის ვიე. თან არის, თან არ არის, თან წარმოადგენს რაღაცას, თან არ წარმოადგენს. ყველგან არის ვიე. ახლა ამჟამად 21-ის მერეზის, 21-სა და 22 შუაზის, მაგრამ რიცხვი არ აქვს. ამ შემთხვევაში თუ აიღებდი რომ ანი და ჰოეა, ანუ 38-ასო გამოვიდი, ხო, ვიეშჩათ. 38 არის ფარული რიცხვი 751, ანუ ღმერთი, ამაზე გრაკლიანის წარწერაზე ვილაპარაკე და ქართული ანბანის თლიანი მოცულობა, ანუ თლიანი ფარული რიცხვითი მოცულობა 1 + 2 + 3 + 38 არის 751, ანუ ღმერთი და რადგანაც ანი და ჰოე უნდა იყოს ღმერთი, ამ შემთხვევაში ა და ხ ცხოა თავისთავად ღმერთი თლიანი ანბანი, იმიტომ რომ 38-ასოა ვიეშჩათვლით, ხო? ასევე ვიე რო გამოყო ცალკე როგორც 1, როგორც ა, როგორც ანი და დანარჩენი 27 რო გამოყო, ანუ 1 და 27 ამ შემთხვევაში მაინც იღებ, ანუ ანი და ჰოე იღებ 38-ს, ანუ ღმერთს და ერთი რომ მოვსწრო მე ვარ ანი და ჰოე, ამ შემთხვევაში ქართული ანბანის თავისი ვიეთი ამტკიცებს, რომ 1 და 27 არის 38, ანუ ღმერთი. ასევე თუ პირიქით შემოაბრუნე 27-ასო და აქეთ 1-ასო ვიე, რომელსაც იგითი ნომერია, გამოდის 3-7-1. 3-7-1 პოზიციურად რო წაიკითხო არის გზა და კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ქრისტე რომ მოვსწრო მე ვარ გზა, ქართული ანბანის 37-ასო და ვიე არის 3-7 და 1 გზ. ანუ ქართული ანბანი გზაც არის, როგორც ნახეთ და ბევრი ეგეთი შინაარსი აქვს დაფარული, რომელსაც ჩვენ ვერ შევწუდებით ალბათ საბოლოო შენგენაცვალე გულში, შენგენაცვალე სიტყვაში, პასუხში, გონებაში, ვასკაცობაში, შრომაში ეს ადამიანი მასწავლებელი კაცია. ეს ადამიანი პედაგოგი კაცია, ეს ადამიანი ისტორიკოსი კაცია და მე მინდა ყველას ვთხოვო ძლიერი ამ ქვეყნისანი ვინც არის და სამშობლოზე და მეცნიერებაზე ვისაც შესტკივა გული. აი მიტროპოლიტი ანანიასაგან ჩვენ გვაქვს კურთხევა, რომ შევქმნათ სამეცნიერო განყოფილება, სამეცნიერო ჯგუფი, სამეცნიერო ფრონტი, სამეცნიერო ორგანიზაცია. მოგეხსენებათ ახლა რაც ჭირდება მეცნიერს, ეს არ არის რაღაცა განსაკუთრებული, ჩვენ არ გვჭირდება ახლა დაზგები და ჩვენ არ გვჭირდება რაღაც დიდი ტერიტორიები და ასე შემდეგ და მოდით ნებისმიერ ადამიანს, ვინც შეიძლება ქველი იყოს, ვინც შეიძლება იყოს ამით თვითონაც დაინტერესებული იყოს, შესაბამისად თქვენსგან კარგულებაში ვიქნებით. თქვენსგან კარგულ თქვენ დავალებებსაც მივიღებთ და შესაბამისად შეგვაქმნევინეთ ესეთი ორგანიზაცია, ესეთივე ჯგუფი. ახლა მე სახელმწიფო მოხელე ვარ, მეც სანახევროდ პედაგოგი მასწავლებელი კაცი ვარ, ეს სრულიად პედაგოგი მასწავლებელი, იცით ჩვენი შესაძლებლობები და გამომდინარე აქედან უკვე ხვდებით რა და კიდევ ერთხელ გთავაზობთ საკუთარ ძალისხმევას, საკუთარ ერთგულებას. ეს ახლა სპონტანურად წამომივიდა ეს აზრი და ამაზე თუ საუბარი გინებავთ და ასე შემდეგ დიდი სიხარულით შეგხვდებით. გნებავთ მე და ელიზბარი, გნებავთ მარტო ელიზბარს და უძახეთ და შესთავაზეთ მას თქვენი პირობები და მათი განხორციელება ჩვენზე იყოს. შესაბამისად, რის თქმა მინდა, იცით? ვისაც ბიბლიას სწამს და ვისაც ლოგიკური აზროვნება აქვს, ამისი დაეჯერება, ძალიან მარტივად დაეჯერებს ამ ბატონის ახსნებს. მე მინდა გაგახსენოთ, რომ შესაბამისად ღმერთი ავალებს ადამიანს, რომ მან დაარქვას სხვადასხვა არსებებს, სხვადასხვა სხეულებს, სხვადასხვა სამოთხეში არსებულ შესაბამისად უამრავ არსება იქნება თუ საგანი იქნება სახელები. მე ეს ცხადია გაგრძელდებოდა მთელ კაცობრიობაზე, ხო? ადამი ამას დაავალებდა თავის მოდგმას, თავის ხალხს და ასე შემდეგ. 960 წელი ამ ადამიანმა იმიტომ იცხოვრა, ცალკე ღმერთის დაშვება იყო, რომ ცალკე შესაბამისად მიეცა ეს ცოდნა, ეს ცნობა, ეს დავალება და ღმერთისგან მოცემული უამრავი დაყვალიანება თავისი შთამომავლობისადმი და წარღუნამდელ ადამიანებში რომ უამრავი გონება ცხოვრობს, ბიბლიაში წერია ახლა კაენი მართალია რაღაც დამნაშავე ადამიანი იყო და მიწისპირისაგან დაწყევლილი ადამიანი იყო, ღმერთისგან კი არა. და მის შთამომავლობაში ფაქტობრივად მე-4 თაობაში, მე-5 თაობაში ჩნდება თუბალ-კაენი, რომელმაც საოცრება გააკეთა, შეიძლება ითქვას, რომ რკინის მოპოვება
შეიძლება ჩვენ დავაყენოთ უდიდეს გამოგონებასთან, უდიდეს აღმოჩენასთან და ეს მეცნიერებაა, ეს არ არის შემთხვევითი საქმე, მეტალურგია, დიდი მეცნიერებაა და წარმონამდელი ადამიანები ცხოვრობენ, ხომ მეთანხმებით ელიზბარ? უდიდესი გონებები არიან, იგივე ღმერთი რომ ნოეს ავალებს და აკვალიანებს. საზომერთეულებით უხსნის, რომ ესეთი გემი უნდა ააშენო, ესეთი კიდობანი უნდა ააგო და ასე შემდეგ, იქ უკვე ჩამოყალიბებულია საზომი ერთეულები და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. საერთაშორის ბატონო უზად გენაცვალე გაგახაროს მერმა გადავაცილოთ თუ მოდი რომ თუბალი რომ არის 10 კუბური სანტიმეტრი, ხო? ანუ 1 ლიტრი, ეგაც ალბათ შემთხვევითი არ იქნება, რადგანაც როგორც წესი, სხვადასხვა ნივთიერებები, იგივე ლითონები წყალთან შედარებით გარკვეულად მძიმეა, ხო? მაგალითად 7.8 არის მძიმე რკინა წყალზე, თქვა 9 ჯერ არის სპილენძი, 19 ჯერ არის ოქრო და ეს ზუსტად 1 ლიტრა თუბალი არის საწონი, ანუ წყალი რომ არის 1 ლიტრა, იმ 1 ლიტრაში რომ თქვა რკინას ჩაასხავ, ზუსტად იმდენჯერ მეტი იქნება, რამდენჯერაც რკინა წყალზეა, ჩვეულებრივ, როგორც თქვა, ოქროს თუ ჩაასხავთ და წყალი 1 ლიტრა, ოქრო 19 litrაზე მეტი იქნება, 19 კილოზე მეტი იქნება, ამ ლიტრაში მოთხოვს, ჩვენ საზომი ერთეული სახელი ქვია თუბალს, ანუ 1 კუბური სანტიმეტრი, 1 ლიტრა წყალი. გენაცვალოთ, ჩემი თავი, საოცარი მიგნებაა და ნახეთ რის თქმა მინდა, აი ამ ფუძე ერს, აი ამ ფუძე ხალხს, წარღვნამდელ ადამიანებს და წარღვნის შემდგომ ადამიანებს უდიდესი მისია ჰქონდათ, რომ ყველაფრისთვის თავისი სახე, როგორც ახლა მაგალითისათვის დღეს არის უამრავი ახალი სიტყვა, ეს მაგალითად ტელეფონი იქნება, რაკეტა იქნება და ასე შემდეგ და ვიღაცა ცდილობს რომ მას დაარქვას, რამხელა ვალდებულება ჰქონდათ შესაბამისად ამ ადამიანებს ფუძე ერის ხალხს. რომ დაერქმიათ ყველაფრისთვის თავისი სახელი. ჩნდებოდა ახალი ერი, ჩნდებოდა ახალი ხალხი, მათთვის აუცილებელი იყო, რომ რაღაც სახელი დაერქმიათ და ეს სახელი აუცილებლად მოდიოდა ცალკე რაღაცა ნიჭით და ცალკე რაღაცა შინაარსით. როგორ შეიძლება, რომ ამდენი რამე იყოს შემთხვევითი. და კიდევ ერთხელ ვეუბნებით, ეს ჩვენი ქართული ენა ცალკე კაცობრიობის გასაღებია და კაცობრიობის შიფრის გამხსნელია და ცალკე უკვე ჩანს, რომ მაღალი გონებების, ზეციური გონებების, ღმერთისგან მიცემული რაღაც მეთოდოლოგიით აწარმოა და შექმნა და ხანგრძლივი პროცესია. როგორც დედამიწა დაპატარავდა, წარმოიდგინეთ ახლა, რომ რამდენი ხანი ჭირდებოდა მაგალითისათვის დასავლეთ საქართველოში ჩასვლას, ხო? და დღეს გაცილებით უფრო ჩკარა შემოუვლი ორჯერ, სამჯერ დედამიწას. როგორც დედამიწა დაპატარავდა, ესევე დაპატარავდა შესაბამისად კაცობრიობის ისტორია და უკვე მე გთავაზობთ ესეთ რაღაცას, ახლა მე ვინა ვარ, რომ ესეთი რაღაც შემოგთავაზოთ, მაგრამ იმ ფუძე ერის ხალხს, იმ ფუძე ქვეყნის ხალხს შესაბამისად უკვე ჩვენ გაცილებით მარტივად შეგვიძლია დავუძახოთ ქართველები, ხო? ქართველები, რამე თუ ეს ენა ფაქტობრივად რჩება, რომ ყველაზე ახლობელია იმ სამყაროსა და იმ ეპოქისადმი რა. იგივე აპოკრიფულ ტექსტებში წერია, რომ აქეთა მხარე, ანუ ღვთისშვილები, სითისშვილები არიან ვარსკვლავური ცხელები, მოაზროვნეები, სიტყვები შექმნეს, აი სიტყვა ქალდეა მათგან წამოვიდა, ხალხი ტოპონიმები შექმნეს, ვარსკვლავური ცხელობა დაიწყეს და ასე შემდეგ. ამისი უგულებელყოფა არ შეიძლება მეტი რანაირად მოეწოდებინათ ჩვენთვის ეს და ამასთანავე წარმოიდგინეთ ახლა რომ საუბრობდით, წარმოიდგინეთ ახლა მე მინდა მაინც ჰუმანიტარულ სფეროში გადავიჭრე და რა სასწაული რაოდენობის ლიტერატურა გვაქვს, ხო? მხატვრული ლიტერატურა იქნება თუ ჰიმნოგრაფია იქნება თუ ჰაგიოგრაფია იქნება, ადრეული საუკუნეებისა და ალბათ ხო ლოგიკურად ვიმსჯელოთ, რომ ალბათ 1000 ჯერ მეტი და 10000 ჯერ მეტი და 100000 ჯერ მეტი ვინძლო დაკარგულია, წარმოგიდგენია ეს მარცვლებია, რასაც პოულობთ ახლა ჩვენ. აბა რა მარცვლებია, აი რაღაცა და იგივე ქართული პოეზია მსოფლიოში რომ ყველაზე პირველ ადგილზეა, რა დონეზეა, წარმოიდგინეთ შემცირებული და პატარავებული და რა გონებები გვეყოლებოდა და რა პოეზია იქნებოდა და რა მწერლობა იქნებოდა, აი ბატონი ელიზბარის კვლევებიდან გამომდინარე ადრეულ ეპოქებში იგივე 30 საუკუნის წინ, სადაც ჩვენი პირველი დამაქცევარი ხალხი ასურელები მოვიდნენ და ასე შემდეგ. კიდე ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, მე ჩემზე იყოს პატივისცემა, ჩემზე იყოს დიდი თხოვნა და ჩემზე იყოს ყველანაირი დაფასება თქვენი, ოღონდაც ეს ადამიანი აკადემიურმა გარემოებმა, დეკანატებმა, კათედრებმა, უნივერსიტეტების კათედრებმა, უნივერსიტეტების
დეკანატებმა, ისტორიის მიმართულებებმა, ქართული ენის მიმართულებებმა, ლინგვისტიკის მიმართულებებმა მოიწვიეთ ეს ადამიანი. გეხვეწებით, არ შეიძლება ეს ენთუზიაზმი ჩაკრეს თქვენგან. სამარცხვინო იქნება ენთუზიაზმის მოკლა შესაბამისად, დანაშაული იქნება პიროვნულიც და აი ამ შემთხვევაში უკვე სახელმწიფოებრივიც რა. როგორი უწყვეტი პროცესი იყო, ნახეთ ბატონო ნუგზა, ეს ვილაპარაკეთ ჩვენ მნიშვნელოვან მარცვალზე, ცხ მარცვალზე და მარტო ჩვენა გვაქვს. მარტო ჩვენა გვაქვს დედამიწაზე, ეს არის საოცარი ვერცხლიდან, სიცოცხლიდან, ცხონებიდან და ცხებულობიდან. დააკვირდებით, აი, თქვა მეცნიერულად რომ მივუდგეთ, დაახლოებით 13000 წლის წინ ვარაუდობენ ცხრის მოშენებას და 5500 წლის წინ მტკვარ-არაქსში ცხენის მოშენებას და დააკვირდით, მნიშვნელოვანი შინაური ცხოველების სახელებით ცხზე იწყება. იგივე 13000 წლის წინ ცხვარი, იგივე მაგალითად ცხენი, იგივე ცხზე იწყება. ჩხოუა მაგალითად ძროხა მეგრულად, ანუ ქართული სიტყვა არ არის, როგორც ამბობენ ძროხა და ნუ ჩხოუ მეგრულად. ასევე ჩხუმი მაგალითად თევზი. რაც მნიშვნელოვანი ფუძეები იყო, აი მნიშვნელოვანი შინაური ცხოველებისთვის მნიშვნელოვანი ფუძე გამოიყენეს ცხ, ანუ ხორხის მიერი ხუთია ცხ და 63-ია, ცხს და ხს რო ერთად მივიღეთ 63-ია და ნახეთ აღდგომაც 63 არის. ცხ და 63 და აღდგომაც ცხებული და აღდგომაც არის 63. რა ფსიქიზე ფუძეა, წარმოიდგინეთ, საიდან დაიწყეს ამ ცხს დარქმევა და ბოლოს აღდგომაც გამოიყენეს. გამოიყენეს ცხ, ანუ 63 ცხებული, მაცხოვარი და საბოლოოდ ან უწყვეტი ვერძია ამ ჩვენ შეგვიძლია გეწვიოთ თქვენ და 2-3 საათი ვისაუბროთ უკვე გაცილებით უფრო შინაურ გარემოში და თქვენგან კარგულებაში ვართ. ნუგზარ ვანიშვილი, ელიზბარ ბზარაშვილი, თქვენი მეგობარია, თუ გინდათ ასეთი სფერო, თუ გინდათ ასეთი კვლევა. გაგახაროს ღმერთმა. აი ხო, დიდი მადლობა. მშვიდობა, ჯანმრთელობა. ღმერთმა დალოცოს ქართველიერი და ღმერთმა დალოცოს და განავრცოს ქართული ენა ჩვენი შვილების გამრავლებით და გახალებით.